როგორი წონებით ვარჯიშია უკეთესი, მძიმე თუ მსუბუქი. ასეთი ვიყავი ადრე და ასე გამოვიყურები ახლა. ესენი არიან ადამიანები, ვისაც წონის და ძალის მომატებაში დავეხმარე. ამ დროის განმავლობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარი, რაც შევიძინე, არის ეფექტური და არაეფექტური ვარჯიშის მეთოდების ერთმანეთისგან გარჩევის უნარი. ამ ვიდეოში პასუხს გავცემ ერთ-ერთ მთავარ კითხვას კუნთური მასის მომატების გარშემო. როგორი ვარჯიშია უკეთესი, მძიმე წონებით, ცოტა გამეორება თუ მსუბუქი წონებით მეტი. საკითხზე უკეთესი წარმოდგენის შესაქმნელად ვიდეოს დავყოფთ სამ ნაწილად. პირველი ვნახავთ, რას ამბობენ მეცნიერები. ამ საკითხზე ბევრი ცდაა ჩატარებული და შედეგების საკმარისი რაოდენობა არსებობს იმისთვის, რომ რაღაც დასკვნა მაინც გამოვიტანოთ. შემდეგ შევხედავთ, როგორ ვარჯიშობენ პროფესიონალები. კუნთის გაზრდის სპორტი არის ბოდიბილდინგი, ამიტომ როცა ამ თემას ვეხებით, პროფესიონალი ბოდიბილდერების გამოცდილების გათვალისწინება ძღირებული იქნება. და ბოლოს გეტყვილის მიხედვით უნდა ირჩიო ერთი ან მეორე და რას უნდა დააკვირდე ვარჯიშისას იმისთვის, რომ გაარკვიო როგორი ვარჯიშია უკეთესი პირადად შენთვის. ალბათ შეეტყობდი, რომ მწვრთნელებიც კი ხანდახან სხვადასხვა რჩევებს იძლევიან. ზოგი ამბობს, რომ მძიმე წონებით ვარჯიში აუცილებელია, ზოგი საპირისპიროს ამტკიცებს. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში? ერთი გზა არის ორივე ტიპის ვარჯიშის საკუთარ თავზე გამოცდა და შემდეგ შედეგებზე დაკვირვება, რაც კარგი იდეაა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი არსებული ინფორმაციის მოძიებაც. ზოგ მწვრთნელს რატომღაც ცუდი წარმოდგენა აქვს სამეცნიერო ლიტერატურაზე. ასეთი რაღაცებიც მსმენია, რომ პრაქტიკა სხვაა და ცდების შედეგები სხვა. ან რომ მეცნიერებმა არ იციან სინამდვილეში როგორ ხდება კუნთის ზრდა და მხოლოდ ბოდიბილდერებს უნდა მოусმინოთ თუ მართლა გვინდა რამის სწავლა. ამიტომ მოკლედ ავხსნი დაახლოებით როგორ იკვლევენ ასეთ საკითხებს და დასკვნა თქვენით გამოიტანეთ. არაფერ განსაკუთრებულს მკვლევარები არ აკეთებენ. ისინი ცვამენ კითხვას, მაგალითად როგორი ვარჯიშია უკეთესი, მძიმე წონებით ცოტა გამეორება თუ მსუბუქი წონებით მეტი და ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ატარებენ ექსპერიმენტებს. მაგალითად აიყვანენ ადამიანების ორ ჯგუფს. ერთ ჯგუფს ავარჯიშებენ მძიმე წონებით და ნაკლები გამეორებით, მეორეს მსუბუქი წონებით და მეტით. რაღაც დროის შემდეგ გაზომავენ გაზრდილი კუნთის რაოდენობას და ერთმანეთს შეადარებენ. ეს არის და ეს. რა თქმა უნდა, ის რომ რომელიმე ცდამ რაღაც შედეგი აჩვენა, არ ნიშნავს იმას, რომ დამთავრდა კვლევა და საკითხი ბოლომდე გარკვეულია. მაგრამ თუ სხვადასხვა ადამიანმა წლების განმავლობაში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად სხვადასხვა კვლევა ჩაატარა, შემდეგ ეს კვლევები სხვებმაც გაიმეორეს და შედეგები უმეტესწილად ერთმანეთს ემთხვევა, მაშინ ჩემი აზრით ცოტათი მაინც რომ არ დავუდიროთ ამ ხალხს, სისულელე იქნებოდა. ჩვენი საკითხის შემთხვევაში ზუსტად ასეთი სიტუაციაა. ბევრი კვლევა არსებობს სხვადასხვა წონების და გამეორებების რაოდენობაზე და მათი დიდი რაოდენობა ამბობს ასეთ რაღაცას. 5-დან 30-მდე ნებისმიერი გამეორების რაოდენობა დაახლოებით თანაბრად ზრდის კუნთს. იმ შემთხვევაში თუ ეს მისვლები შესრულებული იქნება სრულ კუნთურ დაღლამდე ან სრულ დაღლასთან ახლოს მაინც. ანუ 5-ს გააკეთებ თუ 30 გამეორებას აზრი არ აქვს, მაგრამ ბოლო რამოდენიმე გამეორება უნდა გიჭირდეს, ან მეტის გამეორება საერთოდ ვეღარ უნდა შეძლო. რატომ არის ასეთი გამოკითხვები მნიშვნელოვანი? თუ კვლევები ერთ რამეს დაადგენენ, მაგალითად რომ 30 და 5 გამეორება თანაბრად ზრდის კუნთს, მაგრამ შემდეგ გავედით დარბაზებში და დაკუნთულ ტიპებს ვკითხეთ, როგორ ვარჯიშობენ ისინი და ყველა იძახის, რომ მძიმე წონები არ მუშაობს და ვარჯიშობენ მსუბუქი წონებით მეტი გამეორებით, მაშინ მოგვიწევდა დაფიქრება. რამე ხომ არ გამორჩათ ამ კვლევებში და რეალურად სხვანაირად ხომ არაა საქმე. ამას გარდა კვლევები ძირითადად ტარდება დამწყებ და საშუალო დონის მოვარჯიშეებზე. მათთვის კუნთის გაზრდა შედარებით მარტივია, ამიტომ შეიძლება მათი შედეგები ყველაზე არ ვრცელდებოდეს. პროფესიონალი ბოდიბილდერების ასეთ კვლევების ჩართვა შედარებით მეტ ფულს მოითხოვს. ბოდიბილდერებისთვის შეჯიბრებისთვის მომზადება და სპორტში წარმატების მიღწევა, რა თქმა უნდა, უფრო პრიორიტეტულია. ამიტომ გადამოწმება დღირს. მაინც რას აკეთებენ ყველაზე წარმატებული სპორტსმენები? იქნებ რამეს ისეთს ამბობენ, რაც კვლევების შედეგებს ეწინააღმდეგება. აღმოჩნდა, რომ მაღალი დონის ბოდიბილდერებიც სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ კუნთის გასაზრდელად. მაგალითად, ჯეი კატლერი, არნოლდ შვარცენეგერი და ტომ პლაცი ცნობილები არიან შედარებით დაბალი წონებით და მაღალი გამეორებებით. რონი კოლმანი და დორიან იეიტსი შედარებით მაღალ წონებს იყენებდნენ და ნაკლებ გამეორებას აკეთებდნენ. მაგრამ ვერავინ ვერ იტყვის, რომ ამ ჩამონათვალიდან რომელიმე წარუმატებელია. ქართველ ბოდიბილდერებსაც რომ შევხედოთ, თუ არ ვწდებით აზო ბოჭორიშვილისგან მსმენია, რომ მძიმე წონებსაც იყენებს და მსუბუქსაც. ამიტომ რეალურ პროფესიონალებზე დაკვირვების შედეგადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ კუნთის გაზრდა მძიმე წონებითაც შეიძლება და მსუბუქი წონებითაც. მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ. მსუბუქ წონებში არ იგულისხმება 5 კილოიანი ჰანტელით 20 გამეორების გაკეთება, ისე რომ ერთი წვეთი ოფლი არ დაყვარ. მსუბუქში იგულისხმება მაქსიმუმის დაახლოებით 60% ან ცოტა ნაკლები. ანუ მსუბუქი წონებით ვარჯიშის დროსაც ბოლო რამოდენიმე გამეორება უნდა გიჭირდეს, ან მეტის გაკეთება საერთოდ ვეღარ უნდა შეძლო. რომ შევაჯამოთ, კვლევების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 5-დან 30 გამეორებამდე კუნთი თანაბრად იზრდება, თუ
თუ მისვლები შესრულებულია კუნთის სრულდაღლამდე ან სრულდაღლასთან ახლოს მაინც. ანუ მნიშვნელობა არ აქვს 5 გამეორებას გააკეთებ თუ 30-ს, ბოლო რამოდენიმე გამეორება უნდა გიჭირდეს, ან მეტის გაკეთება ვეღარ უნდა შეძლო. გამოცდილი მოვარჯიშეების, გამოკითხვების და პროფესიონალი ბოდიბილდერების ვარჯიშზე დაკვირვების შედეგადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ კუნთის გაზრდა მძიმე წონებითაც შეიძლება და მსუბუქითაც. ამიტომ ჩემი რჩევა ასეთია. თუ ხარ დამწყები, გააკეთე 5-დან 12 გამეორებამდე. 5-ზე ნაკლები გამეორების მაღალი წონით გაკეთება შედარებით მეტ ტრავმის რისკს გამოიწვევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტექნიკა კარგად არ გაქვს ნასწავლი. 12-ზე ბევრად მეტი გამეორების გაკეთებაც არაა საჭირო, იმიტომ რომ აქაც მოძრაობის სწორად შესრულების პრობლემა იქმნება დაღილობის და კუნთების ტკივილის გამო. თუ დამწყები აღარ ხარ, შეგიძლია სხვადასხვა რაოდენობა წადო და დააკვირდე, რომელი გაძლევს უკეთეს ფამს, როდის გრძნობ კუნთის დაზაბულობას და წვას ყველაზე მეტად და როგორი ვარჯიში იწვევს მეორე დღეს ყველაზე მეტ ტკივილს. ფამფიწვა და ტკივილი შეიძლება ზრდას პირდაპირ არ იწვევდნენ, მაგრამ საკმარისი კავშირი ამ სამ ფაქტორს და კუნთის ზრდას შორის, რომ შეგვიძლია მათი როგორც სწორი მიმართულების მაჩვენებლებად გამოყენება. დღეისთვის სულ ეს არის. და ლაიქი და გამოიწერე არხი მეტი ინფორმაციული ვიდეოსთვის.